მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება თქვენი ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებას. კითხვა მდგომარეობს შემდეგში, როგორია თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი ახლა. ასეთი შეკითხვა გვაქვს და იმისათვის რომ მეტნაკლებად საჯარო გაშლის ფარგლებში სრულყოფილად გავცეთ დასმულ შეკითხვას პასუხი, გავაკეთოთ დიაგნოსტიკა პირველ რიგში. შემდეგ შევაფასოთ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი და ასევე ვკითხოთ ტაროს რჩევა თუ რას უნდა მიაქციოთ მოცემულ მომენტში ყურადღება. არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, ვიდეოს გაზიარება, დაკომენტარება და ასევე შეგახსენებთ, რომ Facebook ჯგუფის შექმნისათვის აუცილებელია გვერდს, რომელსაც იგივე დასახელება აქვს, რა დასახელებაც აქვს ამ კონკრეტულ არხს, გამოიყავდეს მინიმუმ 1000 გამომწერი. და როდესაც ეს მოხდება და 1000 გამომწერზე ავალთ, ყოველკვირეულ პროგნოზებსაც შემოგთავაზებთ უკვე უშუალოდ ჯგუფის წევრებისთვის. ამიტომ თუ გნებავთ, რომ გქონდეთ მუდმივად ინფორმაცია და იცით, რომ ვინც ინფორმირებულია, შეიარაღებულია, ამიტომ თქვენ ინტერესებშიც შედის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რომ გამოიწეროთ Facebook გვერდი იმავე დასახელების. გვერდის ლინკს მივუთითებ ამ ვიდეოს პირველ კომენტარად. ეხლა ვნახოთ ვარიანტები. როგორ ენერგიებში იმყოფებით ახლა. ვნახოთ ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე, ვარიანტი მესამე. როგორ ენერგიებში იმყოფებით ახლა. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. აი ესე, ახლოს დავდოთ. საინტერესოა. სანამ დანარჩენ შეკითხვებს დავალაგებ, მინდა რომ ქვებიც დაგახმაროთ იდენტიფიცირებისათვის. ნახოთ. როგორია. პირველი ვარიანტისთვის ესეთი მოყავისფრო ჭრელი ქვა გვაქვს. მეორე ვარიანტისთვის ესეთი მწვანე ქვა, პრიალა. და მესამე ვარიანტისთვის გვაქვს ისევ თეთრი ჭრელი ქვა. დააკვირდით არკანებს ან დააკვირდით ქვებს, რომელი ენერგეტიკაც თქვენთან უფრო ახლოს არის, ინტუიციურად აირჩიეთ აუცილებლად ვარიანტი და არა გონებით. არც ჩვეულებით, რომ მაგალითად ყოველ ჯერზე ვირჩევ პირველ ვარიანტს, მეორეს ან მესამეს. აი რომელიც დაგიძახებთ, რომელიც მიგიზიდავთ, იმ ვარიანტში იქნება თქვენთვის საჭირო ინფორმაცია და თუ ვერ ირჩევთ ვარიანტს, იმიტომ რომ სამივე გინდათ რომ მოისმინოთ ან ორი გინდათ რომ მოისმინოთ, ესეც დასაშვებია, იმიტომ რომ შესაძლოა ნაწილი სხვა ვარიანტიდან აიღოთ, ნაწილი სხვა ვარიანტიდან და მე შეაჯეროთ და გამოვიდეს თქვენთვის საინტერესო შეკითხვაზე პასუხი. ამიტომ, რასაც მე ვურჩევ ხოლმე, არის ის, რომ მიენდეთ მხოლოდ და მხოლოდ ინტუიციას და შინაგან ხმას. ის არასდროს ცდება. ასე, ეს როგორ ენერგეტიკულ მდგომარეობაში ხართ ახლა, ხო? იყო კითხვა, ეხლა ვნახოთ რა პოტენციალი გაგაჩნიათ, რა ენერგეტიკული პოტენციალი გაგაჩნიათ. რა ენერგეტიკული პოტენციალი გაგაჩნიათ. ნახოთ, საინტერესო ამ დასტის გამოყენებას ვაპირებდი რჩევისთვის და ეხლა რატო ავიღე ეს დასტა, არ ვიცი, ეთქობა ამ დასტამ უნდა გვიპასუხოს. როგორია ენერგეტიკული პოტენციალი პირველი ვარიანტისთვის, როგორია ენერგეტიკული პოტენციალი მეორე ვარიანტისთვის და როგორია ენერგეტიკული პოტენციალი მესამე ვარიანტისთვის. და ვნახოთ რჩევა. ვნახოთ რას გირჩევთ ტარო მოცემულ სიტუაციაში.
რას გირჩევთ ტარო მოცემულ სიტუაციაში. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. კი, ეს უნდა ყოფილიყო რჩევის სახით. ეს დასტა და იმიტომაც მერია. ჩემო ძვირფასებო, დააკვირდით ვარიანტებს და აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ თქვენი ძალიან დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მუდმივად მისვამდით შეკითხვებს, წმენდას აკეთებთ თუ არა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვამბობ კიდე ერთხელ, არაერთხელ მithქვამს, რომ წმენდებს მე თვითონ არ ვატარებ მოცემულ ეტაპზე, მაგრამ შემიძლია თუ თქვენ საჭიროთ ჩათვლით, გადაგამისამართოთ ადამიანთან, რომელიც არის ამ მიმართულებით თავის საქმის პროფესიონალი და პრაქტიკოსი და უშუალოდ მასთან გაისაუბროთ და გაარჩიოთ თემები, რომელიც ეხება ენერგეტიკული დაბინძურებების მოხსნას. მაგრამ სანამ დაბინძურება დადგინდება, დაბინძურება არ დგება ესე, რომ მაგალითად მე მგონია, რომ აქვს რაღაც თვალი, ჯადო და ასე შემდეგ, როგორი დაბინძურებაც არ უნდა იყოს. ჯერ საჭიროა პირველ რიგში დიაგნოსტიკა, დადგენა რა ფორმის დაზიანებაა, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები თვით დაზიანებასაც ვიყენებთ, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ენერგეტიკულ დონეზეც და ეს მინდა რომ გახსოვდეთ. და ეს საკითხი, ანუ რა ფორმის დაზიანება აუცილებლად საჭიროებს პირველ რიგში დიაგნოსტიკას. დიაგნოსტიკის შემდეგ, თუ დაუშვათ დადგინდება იმის საჭიროება, რომ გჭირდებათ ენერგეტიკული წმენდა და გენერალური დასუფთავება, გადაგამისამართებთ სპეციალისტთან. თუ არ გჭირდებათ, არ არის აუცილებელი, რომ ჩაიტაროთ ეს წმენდები და ასე შემდეგ. ამიტომ პირველ რიგში შეინარჩუნეთ შესაბამისი განწყობა, კეთილგონიერება, მადლიერება და რომ დარწმუნდებით, რომ ყველაფერი იმ დონეზე გაქვთ გავარჯიშებული, რომ წესით ყველაფერი რიგზე უნდა იყოს და მაინც არაფერი არ გამოდის, ესეც შეფასების საკითხია, აი მერე შეიძლება ვიფიქროთ ენერგეტიკულ დაბინძურებაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველთვის სხვა არ არის დამნაშავე იმაში, რომ ხელი არ გვემართება. ხანდახან და ხშირია სხვათა შორის ეს თემაც, როდესაც ჩვენ ადამიანები მიდრეკილები ვართ თვით დაზიანებისკენ. და ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამუშაო თემაა ეს, იმიტომ რომ აქ ფსიქოლოგიური საკითხების გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია და ბევრად უფრო კომპლექსურია ეს საკითხი. მოკლედ, რო აღარ გავავრცო და აღარ დაგაყოვნოთ, ვისაც დაგაინტერესებთ, პირადში მომწერეთ, ყველაფერზე გაგცემთ პასუხს. ეხლა კი გადავიდეთ პირველ ვარიანტზე პირდაპირ და ვნახოთ პირველი ვარიანტი, როგორ მდგომარეობაშია თქვენი ენერგეტიკა ახლა. და რვიანი ხმლები. პირველი ვარიანტი, თქვენ ამ წუთას ენერგეტიკულად იმყოფებით იმ განცდის ქვეშ, აი იცით როგორ ხართ, ბრძოლის უნარიანი ხართ, მაგრამ რისთვის იბრძვით, რატო უნდა იბრძოლოთ, ან მიზანი რა გაქვთ. აი ეს არის თქვენ შემთხვევაში გაურკვეველი პირველი ვარიანტი. სინამდვილეში ენერგიაც გაქვთ, რესურსიც გაქვთ, მაგრამ არ იცით საით მიდიხართ, უმიზნოდ ხართ და უმისამართოდ, რაც გართმევთ შესაბამისად გართმევთ პროდუქტიულობას, გართმევთ სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღების უნარს და თითქოს ხართ ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში, როცა არ იცი დინებას უნდა მიყვე თუ დინების საწინააღმდეგოდ უნდა იცურო. საკმაოდ გაურკვეველი სიტუაციაა აქ თქვენს შემთხვევაში. ერთ-ერთი საკმაოდ ისეთი მაგალითია სხვათა შორის, როდესაც სჭირდება დიაგნოსტიკა ამ თემას, რისთვის, რატო ვარ ამ სიტუაციაში, რატო მომეცა ეს სიტუაცია. ჩვენ ადამიან რატომ არა უბრალოდ რისთვის მომეცა ეს სიტუაცია, ხო? რატომ როცა ვსვამთ შეკითხვას, აქ არის ის, რომ თითქოს სამყაროს ვეუბნებით, რომ
რა დავაშავე, მაგრამ აი რისთვის მომეცა როცა ვსვავთ ამ შეკითხვას, ხო, აქ ვთავთ ცნობის მოყარეობას და აქ ასევე შემოდის გაუმჯობესების რაღაცის შეცვლის, თუნდაც არაცნობიერი სურვილი და ეს უკვე კარგია. ამიტომ კითხვას რატომ და რისთვის შორის, ამ ორ შეკითხვას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და ეცადეთ რატომ შეკითხვა ყოველთვის შეცვალოთ რისთვის შეკითხვით და ბევრად გაგიმარტივდებათ პასუხების გაცემა ამ ნაწილში. ეს ზოგადი რჩევა. რაც შეგეხებათ პირველი ვარიანტი თქვენ, ეხლა გეუბნებით ბრძოლის უნარიანი ნამდვილად ხართ, მაგრამ რეალურად თქვენ სივრცეში ძალიან დიდი ქაოსი, გაურკვევლობა, ჩამოუყალიბებლობა და რაღაც მომენტში როგორი სიტუაცია გაქვთ იცით? გარინდებული ხართ, თქო ვერ გეტყვით, თითქოს მოძრაობთ, მაგრამ აი ახალგაღვიძებულზე რომ ჯერ კარგად ვერ იყურებით, თავი დაბინდული გაქვთ, გონება დაბინდული გაქვთ, თვალები დაბინდული გაქვთ. აი რაღაცა ესეთი სიტუაცია თითქოს რეალობას აფასებთ, მაგრამ არ იცით რეალობაა თუ ილუზიურია ის, რაც თქვენს ირგვლივ და სივრცეში ხდება. პირველი ვარიანტი. ნახოთ, როგორი ენერგეტიკული პოტენციალი გაქვთ ზოგადად. პირველი ვარიანტი. რა არის თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი? და ორიანი კვერთხები მოვიდა. ნახეთ, რა საოცარია. პოტენციალი გაქვთ არაჩვეულებრივი. თქვენ ძალიან კარგად იცით, ძალიან შემოქმედებითი ბუნების ადამიანი ხართ. იქიდან გამომდინარე, რომ ფართო სურათის დანახვა შეგიძლიათ. ძალიან კარგად შეგიძლიათ იყოთ მხარდამჭერი, მამოტივირებელი ადამიანი, ხო? შეგიძლიათ გუნდურათაც იმუშაოთ ამავე დროს. პოტენციალი ძალიან დიდი გაქვთ, მაგრამ ამავე დროს გაქვთ შიშები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და იცით რა გაქვთ? თითქოს გაქვთ იმის განცდა, რომ რასაც აკეთებთ, იმ რაღაცას მოგპარავენ, ან მოგტაცებენ, ან მიითვისებენ. აი რაღაცა ესეთი განცდა მეუფლება მე ახლა პირველი ვარიანტის გარჩევისას. ამ დროს პრინციპში ეგ განცდაც ვერ ვიტყვი, რომ თვლად აზრს მოკლებულია თქო პირველი ვარიანტი. აქ მინდა ეს საკითხი დავასრულო ამ შემთხვევაში, აღარ მინდა ცოტა სიღრმეებში შევიდე. და ვნახოთ ტაროს რჩევა, რას გირჩევთ აი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. პირველი ვარიანტი. აი რა გითხრათ მეტი. პირდაპირ ქურუმი ქალი მოვიდა, მიენდეთ ინტუიციას. ინტუიციას მიენდეთ თქვენს შინაგან ხმას, მეწეღარ ვარიანტების არჩევისას, როცა მოგეცით რეკომენდაცია, ხო, იქ ვამბობდი ზუსტად, რომ შინაგან ხმას მიენდეთ. ის არასდროს არ იტყუება, მაგრამ უნდა დააიდენტიფიციროთ ხმა ვისია. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისი ხმით გესაუბრებათ თქვენი შინაგანი ხმა. იმიტომ რომ ამან შეიძლება შეგიყვანოთ შეცდომაში, ან პირიქით დაგაყენოთ სწორ გზაზე. მოусმინეთ შინაგან ხმას, მაგრამ მოისმინეთ ასევე ვისი ხმა აქვს თქვენი ნაცნობებიდან. შეიძლება იყოს ვიღაცა ეს, აი შეიძლება იყოს შვილი, მშობელი, დედა, ქმარი, ცოლი, ნებისმიერი ადამიანი, მასწავლებელი შეიძლება იყოს. აი ამას დააკვირდით. იქნებ თქვენი პირადი ხმა, ბავშვობის, ესეც არ არის გამორიცხული, ხო? პირველი ვარიანტი, მე ძალიან კარგად მესმის ახლა რა რთულ სიტუაციაშიც იმყოფებით, იმიტომ რომ აი იმ ლაბირინთიდან, რომელშიც ახლა თქვენ ხართ, ერთადერთ გამოსავლად ტარო გვირჩევს საკუთარ ინტუიციაზე მინდობას, საკუთარ შინაგან ხმასთან, საკუთარ შინაგან მესთან დაახლოებას და ამით დაახლოებას სამყაროსეულ ძალებთან, შემოქმედთან, ღმერთთან და ნებისმიერ მაღალ ძალასთან, რომლისაც გჯერათ ან გწამთ. ხომ, აი ეს სიტუაციაა პირველი ვარიანტი. ესე ძალიან არასწორი ალბათ ჩემი მხრიდან ამ რეკომენდაციის საჯარო გაშლის ფარგლებში გაჟღერება, მაგრამ მე გირჩევდით, რომ შეიძლება დაგეხმაროთ აქ ენერგოპრაქტიკოსთან კონსულტაცია ამ ნაწილში
და ასევე თუ ამას ვერ მოახერხებთ, იქნებ შეძლოთ და რაღაცნაირად ან მედიტაცია გააკეთოთ, განმარტოვდეთ და მოისმინოთ რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის, აი რაღაცნაირად აღადგინეთ ეს კავშირი, იმიტომ რომ ეს კავშირი აქ დარღვეულია პირველ ვარიანტთან და აი უბრალოდ რაღაცნაირად თითქოს თან დინებასაც მიყვებით, თან ვერც მიყვებით, ზოგჯერ ეს დინება თავზე გადაგივლით და განცდა გაქვთ რომ იხრჩობით, მერე უცებ სადღაც ამოყვინთავთ, აი ძალიან დიდი ქაოსია თქვენ სივრცეში. ამიტომ ბოდიშის მოხდით, ყველას რა თქმა უნდა შეიძლება არ ეხებოდეს, მაგრამ გირჩევთ რომ აქ გაიაროთ ენერგოპრაქტიკოსთან კონსულტაცია და ამავე დროს ეცადოთ რომ უფრო მეტად დაუახლოვდეთ საკუთარ შინაგან მეს. უფრო მეტად. ესეთი იყო პირველი ვარიანტი. მადლობა რომ იყავით ჩემთან, არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, ვიდეოს გაზიარება და დაკომენტარება. ახლა კი გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ნახოთ მეორე ვარიანტი, თქვენთან რა ხდება ახლა, როგორი ენერგეტიკული პოტენციალი გვაქვს აქ. აქ არის 6-იანი პენტაკლები. ენერგეტიკული პოტენციალი მე შეიძლება ვივარაუდო რომ არაუშავს თითქოს არაუშავს თითქოს. რატო ვამბობ არაუშავს თითქოს? ნახეთ, აქ 6-იანი პენტაკლების ენერგიით ამ წუთას მე მაძლევს ისეთ განცდას, რომ გარეგნულად თქვენ ახერხებთ ბალანსის დაცვას, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად ამას არაჩვეულებრივად ფუთავთ თქვენი წარმომადგენლობითი იერსახით, თქვენი სოლიდური, თუნდაც მეტყველების უნარით, თუნდაც ჩაცმის სტილით, თუნდაც ქცევის სტილით, ხო? ეტიკეტით, მოდი ეს დასწავლილი ეტიკეტით, აი ზუსტად ეს სიტყვა მინდოდა რომ გამომეყენებინა აქ. ძალიან კარგად ფუთავთ, რომ ბალანსში ხართ თითქოს, მაგრამ თქვენს შიგნით მე ამ ბალანსს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ აქ არის მომენტები, აი დააკვირდით, აი აქ ნახეთ, აქ არის მომენტები, ბნელშია ეს მხარე მთლიანად, ვისაც თითქოს თქვენ ეხმარებით, ერთი ხელით სასწორი გიჭირავთ, მეორეთი ეხმარებით, მაგრამ ეს დახმარება ცოტა უფრო მეტად ენერგეტიკულ ქურდობას გავს, ცოტა უფრო მეტად გავს სიტუაციას, როცა თქვენი ენერგია არ არის მთლად სწორი მიმართულებით დახარჯული და ამას თქვენ ხვდებით, იმიტომ რომ შეიძლება დილას იღვიძებდეთ აბსოლუტურად გამოფიტული, მაშინ როცა თუნდაც 1 საათიანი ძილი ბიოლოგიურად ადამიანის ორგანიზმისთვის მაინც ერთგვარი გადარესტარტებაა, ხო? აი აქ თქვენ შემთხვევაში ეს არ ყოფნით, მუდმივად დაღლილ მდგომარეობაში ხართ. მეორე ვარიანტი ზუსტად იმიტომ, რომ თქვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც წვეთ-წვეთობით, თუმცა მაინც გართმევენ ენერგიას და ეს ბალანსი თქვენი მხრიდან არის მცდელობა რომ იქნას დაცული, მაგრამ მათი მხრიდან სამწუხაროდ არა. ამიტომ აქ გავდივართ, აი როგორ ხართ იცით? ხო გინახავთ სიტუაცია, როცა გარეგნულად ხილი ან რა ვიცი, თუნდაც ხე მაგალითად, აი ხე რომ არის თითქოს ჯანსაღი დიდი, ესეთი, მაგრამ შიგნიდან ეს ხე გამოჭმულია, გამოფიტულია და სიცარიელია. აი ესეთი ენერგიაა აქ მეორე ვარიანტში, იმიტომ რომ გარეგნულად ძალიან სოლიდურად ახერხებთ წონასწორობის დაცვას, მაგრამ შინაგანი თქვენი მდგომარეობა ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მე აქ არ მომწონს მეორე ვარიანტი. ვნახოთ ზოგადი პოტენციალი რა გაქვთ, ენერგეტიკული პოტენციალი ზოგადად რა არის. აი, ნახეთ, 4-იანი თასები, ხედავთ რა სიტუაციაა, რასაც ვამბობდი, აი ზუსტად ეს არის. ეს ფანჯარა, ეს სარკმელი, რომლიდანაც გოგონა იყურება, დაკეტილია, თასებიც ამ ფანჯრის და სარკმლის გარეთ დევს. ანუ თქვენ თითქოს
გამოსავალი მოძებნეთ, ჩემო ძვირფასებო და ემოციები გათიშეთ და თვლით, რომ პრაქტიკული, რაციონალური ნაბიჯებით შეძლებთ, რომ ეს რთული სიტუაცია გადალახოთ. მე ვერ ვიტყვი, რომ აქ ეს გადაწყვეტილება ცუდია, იმიტომ რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება არის, რომ გარეგნულად ახერხებთ ჯერ კიდევ და ინარჩუნებთ წონასწორობას, მაგრამ როდემდე შეძლებთ საკუთარი თავის მოტყუებას, აი ეს კიდე სხვა საკითხია. აი ეს შეკითხვა მინდა რომ საკუთარ თავს დაუსვათ, როდემდე შეძლებთ თავის მოჩვენებას და პირველ რიგში საკუთარი თავის მოტყუებას, სხვების მოტყუებაზე აღარ მაქვს აქ საუბარი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს სხვების დისკომფორტის შექმნა, პირიქით თქვენ ხართ ორიენტირებული, რომ სხვებს შეუქმნათ დისკომფორტი, მაგრამ ამასობაში თქვენი შინაგანი მე განიცდის დისკომფორტს და აი ამ შინაგან მესთან გაქვთ კავშირი დაკარგული. მეორე ვარიანტი, რაც რა თქმა უნდა იწვევს ზუსტად იმ დაღლილობას, იმ გამოფიტვას, იმ ფრუსტრაციას, იმ ნაწილობრივ ინდიფერენტულობას, თითქოს რაღაცა ყველასთან ემოციურად ახლოს ხართ და ამ დროს რომ არავისთან ახლოს არ ხართ რეალურად და არც საკუთარ თავთან ახლოსაც არ ხართ. მეორე ვარიანტი გვაქვს ესეთი სიტუაცია და ვნახოთ რას გვირჩევს ტარო მოცემულ სიტუაციაში. აი, ნახეთ. როგორ მიხარია ღმერთო ჩემო, რომ სულ იმას ვამბობ, რომ თქვენ პირად კონსულტაციებზეც ეს ხდება სხვათა შორის ძალიან ხშირად და კიდევ კარგი, რომ ესე მზა ვარიანტებს არ გიდებთ, იმიტომ რომ მე შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ წინასწარ ამზადებს პასუხებს, თქვენს წინაშე ვიღებ ყველა არკანს და თქვენს წინაშე ვიწყებ მსჯელობას და განხილვას თითოეული არკანისა და თითოეული პოზიციის, ხო? აი ნახეთ ახლა რა მოვიდა აქ. თასების დედოფალი რჩევის სახით, ხო? რას გირჩევთ ტარო? და მე გითხარით, რომ ბალანსი, ფიზიკურ სულიერი ბალანსი, კავშირი შინაგან მესთან. აი ნახეთ ზუსტად აი აქ არის წერტილი თქვენი თავის ქალიდან აშვებული სხივი, ზუსტად აი აქ იღებს თანაკვეთას, აი აქ არის წერტილი, როდესაც თქვენ უნდა შეხვდეთ თქვენ უზენაეს მეს, თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი ნათელი და ბნელი მხარეები, თქვენ უნდა შეძლოთ აღადგინოთ კავშირი თქვენს შინაგან პიროვნულ უზენაეს და უმაღლეს მესთან და მხოლოდ მასთან თანხმობით, მხოლოდ მასთან კავშირში აკეთოთ ის რის იკეთებაც გინდათ. სხვა შემთხვევაში ეს იქნება სიტუაცია, როდესაც პიროვნულ ჩიხში შეიძლება შეხვიდეთ აქ ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტო და აი პიროვნული ჩიხი, საკუთარი თავის დაკარგვა, საკუთარი არსის ვერ გაგება და ვერ აღქმა, აი ზუსტად აი ამის ბრალია, რომ აღშობთ იმ ხმას, რა ხმამაც წესით ყველაზე კარგად იცის თქვენ რა გინდათ. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტი, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან. არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, ვიდეოს გაზიარება და დაკომენტარება და კიდევ ერთხელ ვამბობ რა, ეს სიტუაცია, ეს საკითხი, სხვათა შორის ბევრჯერ დაუსვამთ შეკითხვა ჩემთვის თემებს, როგორ არჩევ, ან რატო არჩევ და შეგინიშნავთ ალბათ, რომ არ ესე რაღაც განსხვავებულად მოდის ეს საკითხები, თემატიკა, რაზეც მსჯელობთ თქვენთან ერთად. არ ვიცი მეგობრებო, როგორ ვარჩევ ამ თემებს, გულწრფელი ვიქნები ამის აღიარებაში. უბრალოდ, როდესაც გრძნობ, რომ რაღაცა საკითხზე უნდა გესაუბროთ, მაშინ ვწერი საჯარო გაშლას და მაშინ ვდებ მოკლედ სოციალურ სივრცეში, ხო, თქვენთვის, პირადად თქვენთვის. ალბათ ესეც ის შემთხვევაა, როცა ვიგრძენი, სულ სხვა თემაზე მინდოდა დღეს ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ გადავიფიქრე ბოლო წუთას და აი ამ ენერგეტიკულ საკითხებზე გავშალე. თქვენც ნახეთ, რომ დასტაც ამერია, მაშინ როცა განსაზღვრული მქონდა, რომელი დასტით რა შეკითხვაზე უნდა ამომეღო პასუხი, ხო? ეს ყველაფერი არის უხილავი მინიშნებები. ამას უბრალოდ უნდა
მოვუსმინოთ, უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ ამ რაღაცეებს და ვეცადოთ, რომ ამ მინიშნებებით ცოტა უფრო შევიმსუბუქოთ, ცოტა ოდნავ უფრო გავიმარტივოთ ჩვენი არსებობა და ყოველდღიურობა. აი ესე ამის თქმა მინდოდა და ვნახოთ ახლა მესამე ვარიანტთან რა ხდება, როგორია მესამე ვარიანტი თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა ახლა. არკანი მზე ძალიან საინტერესოა მესამე ვარიანტი თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა ახლა. მე გეტყვით, რომ ენერგეტიკული მდგომარეობა ამ მოცემულ მომენტში მესამე ვარიანტისათვის არის გარკვეული ტიპის იზოლაცია. რა ნაწილში ვამბობ იზოლაციას? ნახეთ, თითქოს თქვენ ამ წუთას რაღაცა პროცესებს დაშორდით. და ამ პროცესებს რო დაშორდით, აირჩეთ დამკვირვებლის როლი, არა აქტიური მოთამაშის როლი, არამედ დამკვირვებლის პოზიცია. და ამ დამკვირვებლის პოზიციიდან აფასებთ შემფასებლურად ზუსტად, ანგარიშვალდებულებას განსაზღვრავთ, ანგარიშიანად უყურებთ რაღაცებს შემფასებლური დამოკიდებულებით. შეიძლება ან ღირს, ან არ ღირს, ესეთი სიტუაცია, ხო? ესეთია თქვენი ამ წუთას ენერგეტიკული პოტენციალი. რაღაცა საკითხთან, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია თქვენთვის, ამჯობინეთ გამიჯვნა და დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა. მესამე ვარიანტი. ვნახოთ ზოგადი თქვენი პოტენციალი როგორია აქ კი არა, ზოგადად როგორია თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი. ღმერთო ჩემო, სასწაული, ხედავთ როგორ ჭოგრიტი უჭირავს ხელში? ეს არის ჩემო კარგებო, რაინდი, ხმლების რაინდი ამ დასტაში, ამ არკანზე გამოსახული. დამკვირვებლის პოზიცია აირჩიეთ თქო და აგერ არის. ნამდვილად ეს პოზიცია გაქვთ არჩეული, ანუ გონება გათიშული გაქვთ, უბრალოდ ემოციები გათიშული გაქვთ და გონებით მოქმედებთ. ცივი ხართ, არ ხართ პიროვნება, რომელიც რაღაც ემოციურ გადაწყვეტილებებს იღებს. ზოგადად ძალიან ემოციური პერსონა ხართ, საკმაოდ ემოციური პერსონა ხართ, მესამე ვარიანტი, მაგრამ ეს ის საკითხია, როდესაც ეს ემოციები სადღაც შეჩურთეთ, მიმალეთ და ეს ცივი რკინის აბჯრით აკვირდებით პროცესებს, რაც ვითარდება თქვენს გარეშე, მაგრამ თქვენს სივრცეში. ესეთი საკითხი. აკვირდებით თქვენი ინტერესის ობიექტებს თუ ინტერესის თქვენთვის საინტერესო პროცესებს. ესეთია თქვენი პოტენციალი. დამკვირვებლის პოზიცია კი ძალიან კარგია და პოტენციურად ეს ძალიან კარგია, მაგრამ აქ რა მინდა რჩევის სახითაც მოდი ვკითხოთ რა არის. ნახეთ, კი, 4-იანი კვერთხები, ეს უნდა მეთქვა ზუსტად, რომ კარგია დამკვირვებლის პოზიცია, მაგრამ დამკვირვებლის პოზიცია ხშირად გვაიძულებს, რომ გამოვეთიშოთ აქტიურ ქმედებებს, გვაიძულებს, რომ არ განვიცადოთ რეალური ემოციები და შეგრძნებები. და ეს განპირობებულია ჩვენი ტვინის დამცავი მექანიზმით ხშირად. იმიტომ რომ ტვინი გვეუბნება, რომ შეიძლება რაღაც გამოცდილება გაქვთ და სხვათა შორის ეს გამოცდილება სულაც არ არის აუცილებელი, რომ მაინც ამ ცხოვრებისეული იყოს. შეიძლება თქვენ გენეტიკურად მოყვებათ რაღაცა პროგრამა, რისიც გეშინიათ და ამ შიშის თუნდაც გაუცნობიერებელი თქვენთვის უცნობი შიშის გამო ირჩევთ დამკვირვებლის პოზიციას და არ ახორციელებთ აქტიურ ქმედებებს, ხომ? ეს არის რჩევის სახით, აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ დამკვირვებლობა შედეგს არ მოგიტანთ. თუ გინდათ, რომ შედეგი დადგეს, აქ თქვენს შიშებს უნდა ემუშაოთ, თქვენს ეგოიზმს უნდა ემუშაოთ, ამასაც პირდაპირ გეტყვით და აქციოთ თქვენი ანალიტიკური უნარები თქვენს უმთავრეს ძალად.
მაგრამ მხოლოდ მეცნიერება, მხოლოდ მათემატიკა, მხოლოდ ლოგიკა ხანდახან ადამიანებს გვაქცევს რობოტებად. აი თქვენს შემთხვევაში ეს მინდა რომ უბრალოდ გაითვალისწინოთ და იცოდეთ და ნუ შეზღუდავთ საკუთარ თავს ემოციების გამოხატვაში. თქვენ შეიძლება იყოთ ლაღები, თქვენ შეიძლება იყოთ მხიარულები, თქვენ შეიძლება იყოთ ბედნიერები, თქვენ შეიძლება გეწყინოთ, გეტკინოთ და ასე შემდეგ. ადამიანისთვის ადამიანური არც ერთი ემოცია, იქნება ეს ბნელი თუ ნათელი ემოცია, უცნობი არ არის. უბრალოდ ჩვენ არ ვიღებთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში ჩვენს ბნელ მხარეებს და პირველ რიგში ჩვენ წარმოგვიდგენია უფრთოანგელოზებად საკუთარი თავები, რაც ძალიან დიდი აბსურდია სინამდვილეში, იმიტომ რომ ადამიანს და ყველას, მე ამას გადაჭრით ვამბობ, ყველა ადამიანში არის ერთი და იგივე დოზით, როგორც ნათელი, ისე ბნელი. უბრალოდ ჩვენ უნდა ავირჩიოთ, საით მივდივართ და რას ვიყენებთ. მაგრამ უნდა მივიღოთ ამავე დროს ჩვენი სიბნელე და ჩვენი ჭრილები, იმიტომ რომ ეს არის ძალა, უფრო გაასმაგებულად, უფრო დიდი ძალისხმევით მივმართოთ ჩვენი პოტენციალი სინათლისა და სიკათისაკენ. ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგებო, რომ იყავით ჩემთან ერთად. მე იმედი მაქვს, რომ საინტერესო საჯარო გაშლა გამოვიდა და გელოდებით თავისთავად ცხადია ყველას კომენტარებში უკავშირების გაზიარებისთვის. შეგახსენებთ, რომ გადაახვიეთ ვიდეოს დასაწყისში, რასაც ვსაუბრობ იმ საკითხს, რომ უსმინოთ, იმიტომ რომ ზუსტად ეხმიანება ამ თემას, რაზეც ახლა ჩვენ გქონდა საჯარო გაშლა და ასევე თხოვნა მაქვს, რომ გამოიწეროთ YouTube არხი პირველ რიგში და შემდგომ გამოიწეროთ Facebook გვერდი, რომლის გამომწერების რაოდენობაც როგორც კი 1000 გამომწერს მივაღწევთ, გავაკეთებ უკვე Facebook ჯგუფს და იქ შემოგთავაზებთ მხოლოდ ჯგუფის წევრებისთვის ყოველკვირეულ საჯარო გაშლებს. ძალიან დიდი მადლობა ჩემთან ერთად ყოფნისთვის, გისურვებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას, კარგად ყოფნას და შევხვდებით უახლოეს მომავალში. დროებით.